უზბეკეთის ბაზარზე შეცვლიდან 5 წლის თავზე TBC უზბეკეთის მომხმარებელთა რაოდენობამ 22 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი ნიკა ქურდიანი აცხადებს. ქურდიანის თქმით, უშუალოდ ციფრული ბანკის სასესხო პორტფელი უკვე $1 მილიარდამდეა ასული და მისი დიდი წილი სამომხმარებლო დაკრედიტებაზე მოდის. მიღმა ციფრული ბანკისა TBC უზბეკეთის ბაზარზე სხვადასხვა საგადახდო პროდუქტებითაა წარმოდგენილი და ყოველთვიურად ციფრული ბანკის პლატფორმებით დაახლოებით 5-6 მილიონი ადამიანი სარგებლობს. დღეს ჯამში ყველა ჩვენი ბიზნესი უზბეკეთში ითვლის მიახლოებით 22 მილიონ დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რაც მოსახლეობისგან 38 მილიონია მოსახლეობა ნახევარზე მეტი არის. ძალიან დიდი გზა გავიარეთ. დღეს უზბეკეთში TBC ჯგუფს აქვს თავისი ციფრული სადაზღვევო კომპანია, ციფრული ბანკი, ციფრული გადახდების აპლიკაცია Payme სახელად, ციფრული განვადების კომპანია, ციფრული მიკროსაფინანსო კომპანია და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ამასობაში შემოგვიერთდა. სასესხო პორტფელი მიახლოებით უკვე მისული არის $1 მილიარდზე, რაც ასევე ძალიან დიდი არის. წამყვანი პროდუქტები, ეს არის სამომხმარებლო დაკრედიტების სხვადასხვა პროდუქტი, იქნება ეს საკრედიტო ბარათი, განვადება, სამომხმარებლო სესხი და ამ ბიზნესში სწორედ სამომხმარებლო დაკრედიტებაში გვაქვს მიახლოებით 15-დან 17%-მდე განაჩნია როგორც შეხედა, მაგრამ მიახლოებით ეგრე, რაც ჩვენ გვხდის ლიდერს ამ ბიზნესში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, TBC უზბეკეთში აცხადებენ, რომ უახლოეს წლებში ფიზიკურ პირებთან ერთად მეტ აქცენტს გააკეთებენ იურიდიული პირების მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე. ციფრული ბანკის გენერალური დირექტორის ნიკა ქურდიანის განცხადებით, ამ მიმართულებით ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საცალო ვაჭრობის მართვის პლატფორმა Bills იქნება, რომლის აქციებიც TBC-მ რამდენიმე თვის წინ იყიდა. ნიკა ქურდიანი ამბობს, რომ TBC უზბეკეთი უკვე მომავალი წლისთვის უზბეკეთის ბაზარზე სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით ტოპ 10-ში საბანკო სექტორში დაიკავებს ადგილს. ვრცელ ინტერვიუს, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ტაშკენტში ვიზიტისას ნიკა ქურდიანთან ჩაწერა, კვირას გადაცემა ბიზნეს კვირეულში შემოგთავაზებთ. მომავალი 4 წელი ჩემი აზრით იქნება დახარჯული ფიზიკური პირების მიმართულების გაძლიერებას და მან ვიტყვი რას და როგორ ფიქრობთ, მაგრამ განსაკუთრებით დიდი აქცენტი გაკეთება ბიზნესების მომსახურებაზე, მცირე და საშუალო და მიკრო ბიზნესების. სწორედ იმ კომპანიის შესყიდვა, რომელსაც ქვია Bills, რომელიც გამყიდველების პროცესების ავტომატიზაციას და გაციფრულებას ახდენს და ეხმარება გაყიდვაში, მიზანი ეგ იყო, იმიტომ რომ სტრატეგიულად ეს კომპანია იქნება ჩვენთვის, ესე რომ ვთქვათ, გული კომპანიის, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ 2 ERP სისტემა გქონდეს, შეიძლება მხოლოდ ერთი და არ შეიძლება 2 ბუღალტერი გყავდეს, ან 2 საბუღალტრო სისტემა ოპერირებს ძირითადში ერთზე. მაქედან გამომდინარე ჩვენ ამ სერვისებს მივახცევთ და ამის გარშემო უკვე შევთავაზებთ ძალიან ბევრ რამეს. მათ შორის მაგალითად საგადამხდელო სერვისებს სხვადასხვას, რომელიც საქართველოში რა თქმა უნდა TBC-ს აქვს ყველაფერი. აქ მაგალითად განსხვავებით საქართველოში არის ძალიან გავრცელებული QR კოდით გადახდება. რაშიც ჩვენ ერთ-ერთი ლიდერები ვართ და ამას კიდევ უფრო მასშტაბიერებას გავუკეთებთ. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მან ბევრ ახალ რამეს უშვებთ, მაგალითად lifestyle მიმართულება გვაქვს ახლა გაშვებული, სადაც ბილეთების გაყიდვა, ივენთების ბილეთების გაყიდვა, ტურიზმი, travel vertical ქვია, ტურიზმის მომსახურება და ასე შემდეგ ეგენი გავუშვით და მანდ მასშტაბირებას ვაპირებთ.